შენ იპოვე 3 და და 1 ძმა. არ მგონია რომ ეს იყოს ჩემი და. ბიოლოგიურმა დედამ გაგაშულად 4 გოგო. აიდან მოიტანე ვინ ხარ, რა ხარ? რატო არ ეუბნებოდნენ მშობლები? 16 წლის ასაკში გაათხოვა დედამისმა. არავინ არ იცის ის კაცი ვინ არის. ორსულო ისე დადიოდა რომ საერთოდ არ ეტყობოდა მუცელი. რა მოუხსნელია ეს მამის ფაქტორი. და ბოლოს გამოსულა სვეტა და უთქვამს რომ ერთი იცოდეთო საყვარელი ადამიანისგან გავაჩინე. მგონია რომ ამინაცვალია მამა ბავშვების. ეს ადამიანი ჩამოდიოდა და მიდიოდა. ღირდა თუ არა ამდენ დროდ, ამდენ ნერვად, ამდენ შრომად, ამდენ უძილო ღამეთ ეს ყველაფერი. ყველაზე რთული ის არის რომ ყველაფერს აკეთებ, ყველაფერს ეძებ, ყველა დნმ გაკეთებული გაქვს და ჩასაჭიც ვერ პაულობ. შენ იცოდე ვინ ხარ შენ? ისე არ იცოდე ვინ ხარ. კერა თქვენი სანდო ონლაინ მაღაზია. ხარისხიანი საოჯახო ნივთებით, ხელმისაწვდომი ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ყოველთვის კარგად ნაცნობი, ჩვენთვის უკვე ჩვენი მაყურებლის კარგად ნაცნობი თამუნა მიქაძე, რომლის ისტორიაც ძალიან სენსაციური და სენსიტიური იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ისტორია იყო, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ. თუმცა, სანამ თამუნას წარმოგიდგენთ და მის ისტორიას გაგახსენებთ და გეტყვით მიზეზს თუ რატომ არის თამუნა ჩვენთან სტუმრად, მანამდე გეტყვით რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სივრცე სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი ინტერვიუ, ვლოგი ან პოდკასტი. რაც შეეხება ჩვენ სპონსორს. ჩვენი სპონსორია ონლაინ მაღაზია კერა, რომელიც გთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასებს თქვენთვის სასურველ ნივთებზე, არის ყველაზე სანდო ონლაინ მაღაზია და აქვს ყველაზე საოცარი და ყველაზე საყვარელი ნივთები. შენ იპოვე 4 და-ძმა, 4 დედმამიშვილი, 3 და და 1 ძმა. აქედან ერთი და ნინა იყო, ფაქტობრივად შენი უბნელი და ახლოს ცხოვრობდით და 2 და იყვნენ მეგობრები. ერთად გაიზარდნენ. მეგობრები კიდე ის არის, ანუ ისეთი მეზობლები იყვნენ, რომ მათი ბავშვობის სურათები რო ვნახე, იმდენად პატარა ასაკიდან მოდიან, რომ მაგრამ არ იცოდნენ რომ იყვნენ დები. არა, არ იცოდნენ. ანუ ფაქტიურად ჩემგან გაიგეს, რომ იყვნენ დები. ჩვენ თამუნას ისტორიასთან არაფრში ვართ, იმიტომ რომ მან ჩემზე ადრე გაიგო თავის ისტორია და მისი დავეგონე თავიდან, იმიტომ რომ ზუსტად იმ წლებში დაბადებულ და ასეძებდა. და ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა მისი ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და ძალიან ბევრი თუმცა მარინა ბოლოდა სალსახად თქვენი ჯგუფის დამსახურება, ნინოს დამსახურება იმდენად ჩართული იყო ამ ყველაფერში, რომ წარმოუდგენელია. მე სურათი რომ ანახა მარინასი, მეთქი არ მგონია რომ ეს იყოს ჩემი და. რატო? რაღაც ვერ დავაკავშირე და გთხოვ ნინო მე გთხოვ რომ მიწერე, იმიტომ რომ რატომღაც მგონია რომ ეს არის ის და ნინოს დაძალებით ასე ვთქვათ მივწერე და ზუსტად 10 წუთში პასუხიც მომწერეს რომ კი მე ვარ. ხო. ეს იყო თავიდან ბოლომდე თქვენი ჯგუფის დამსახურება. და ძალიან მაგარი ამბავი იყო, როდესაც მარინამ მანანას გააგებინა რომ იყვნენ დები. ამ დროს იყვნენ ბავშვების მეგობრები და საერთოდ 2 დღით ადრე გადაკვეთა ჰქონდათ მეზობლის ოჯახში. თან ესეც აღნიშნოთ რომ ორივეს კახეთიდან მოუწია ვლადიკავკაზში წასვლა საცხოვრებლად. იქაც ახლოს ცხოვრობდნენ. და არ იცოდნენ რომ იყვნენ დები. არ იცოდნენ რომ აქ კახეთში მარინა ბებიასთან ჩადიოდა და ზუსტად მოპირდაპირ სახლში ცხოვრობდა მანანა დედასთან ერთად. და შემდგომში უკვე რომ გადავიდნენ ვლადიკავკაზში, ჯერ მარინა გადავიდა, მერე მანანა გადავიდა და იქაც აღმოჩნდა რომ ბესლანში ცხოვრობდნენ მეზობლად. მე რო ჩავედი, მერე და ვნახე რამდენად ახლოს ცხოვრობდნენ ერთად, ეს იყო სრული შოკი.
რატო არ ეუბნებოდნენ მშობლები? იცი ბოლო წუთამდე არ ამხელდნენ ამ საიდუმლოს, უკვე ბავშვებმა რო იცოდნენ, ბავშვები აღარ არიან, მშობლებისთვის ბავშვები ასე ვთქვათ. მაინც თავს არიდებდნენ ამაზე საუბარს. მე პრინციპში მარინას უთხრეს ესეც როგორც ჩემ შემთხვევაში უბრალოდ სხვადასხვა ასაკში მოხდა ეს ყველაფერი მეზობელმა მეგობარმა უთხრა რომ მარინა შენ რო იცოდე მარტო არ ხარ და ყავს დედმამიშვილები. ნუ ეს რა თქმა უნდა შოკი იყო მისთვის და ძიება ვერ დაიწყო როგორც ასეთი, იმიტომ რომ ნუ ხელჩასაჭითი არაფერი არ ქონდა. დედას რო ელაპარაკა, ნუ დედა წინააღმდეგი წავიდა. შემდეგ დეიდამ დაუდასტურა როგორც მახსოვს, ესე დეტალებში ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ აი ზუსტად დაემთხვა ისე რომ მეც მალევე გამოვჩნდი. არ ვიცი, აი მალევე გამოვჩნდი მის ცხოვრებაში და მანანას უკვე შემდეგ მე მანანამ არ იცოდა საერთოდ. მანანას ისტორია ხო, მანანას ისტორია კიდე სხვა არის. მანანას როცა უკავშირდებოდი და ვიცოდი მანანა რო ჩემი და იყო, ესეც მოხდა ასე ვთქვათ, ვისი ოჯახის ნათესავმაც იშვილა მანანა, აი იმ ხაზზე გავედი. როგორ და რა არ მკითხო. უკვე ძალიან ჩახლართული ამბავია. ცოტა უფრო რო გავშალოთ, ესე იგი, ბიოლოგიურმა დედამ გაგაშულად 4 გოგო სხვადასხვა ოჯახში, თუმცა უფროსი ძმა არ გაუშულებიათ და დარჩა ოჯახში. გაშულება რა მიზეზით მოხდა, არავინ არ ვიცით? რეალურად არ ვიცით, ხო, ახლა ჩვენ ვერაფერზე ვერ დავდებთ თავს. თუმცა აი შეგვიძლია რაღაცა წარმოდგენა ვქონდეს იქიდან გამომდინარე როგორ ახასიათებდნენ მეზობლები მის ოჯახს. ხო. და გავდივართ ისევ ბებიის კვალზე, რომ ბებია იყო იმდენად დიქტატორი ოჯახში და არ უნდოდა საერთოდ რომ ბავშვი იმ ოჯახში ყოფილიყო და ვალერიც რო დარჩა იმ ოჯახში, ეს იყო დამსახურება მამინაცვლის. კი. მოდი, ეხლა ვთქვათ საცხოვრობდა დედა, სად მუშაობდა, რამდენი წლის ასაკში გარდაიცვალა? ესე იგი, სვეტლანა სტარიგინა არის ბიოლოგიური დედა, რომელიც ცხოვრობდა ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე და იქვე მუშაობდა შუშის გადამამუშავებელ ქარხანაში, როგორც ინფორმაცია მაქვს. ეს ხდებოდა 80-იან წლებში. ეს ხდებოდა 80-იან წლებში კი. უფრო აი 79-76 აი ამ პერიოდში მუშაობდა იქ, რაც დანამდვილებით ვიცით. შემდეგ ნუ მისი ასწავლო-დასწავალი უკვე სად მუშაობდა რაღაც არ ვიცი, მაგრამ ნუ გავჩდით ჩვენ რეალურად 60 ესე იგი 17 წლიდან მოყოლებული მარინა არის დაბადებული 85 წელს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ყველა ვართ ერთი მამის შვილი. ეს ყველაფერი დადგინდა გენეტიკური ტესტიდან გამომდინარე, რომელიც მათ ყველამ გაიგეთეს და გენეტიკური ტესტით გავიგეთ, რომ ისინი არიან ორივე მხრიდან დედმამიშვილები. მაგრამ მთავარი მიზეზი თამუნას ჩვენთან აქ მოსვლის არის მამა, რომელსაც ვერ პოულობთ. და ეს არის იმდენად უცნაური და ჩემთვის იმდენად ამოუხსნელი ამბავი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ნუ კი არა, ცხადია, რომ ქალს 10 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა და ეს ურთიერთობა ვიღაცას უნდა ცოდნოდა, ხო? ანუ ვიღაცას ხო უნდა დაენახა. ამ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბებია, რის გამოც ის ბავშვებს აშულებდა. კი. ხო. თუმცა აი აშულებდა ერთი მე როცა ვიყავი ჩასული ვლადიკავკაზში ვესაუბრე მანანას დედას.
და ძალიან გამეხსნა ეს ქალი, რაც მანამდე არ უქნია და არ მოუყოლია მანანეს შესახებ და მანანას აყვანის და წამოყვანის შესახებ. და როგორც ჩანს, ზუსტად ჩემ ძმასაც რომ ახსოვდა ეს მანანა სახელი. ხო. ძალიან მკვეთრად იყო მის მანანა მეხსიერებაში. მანანა დაარქვა, კი. და არ გადაურქმევიათ. არა. და როგორც ჩანს, მანანა 3-4 თვის, 4 თვემდე სვეტასთან იზრდებოდა. უი, დედასთან იყო ამდენი ხანი. კი. რატო არ გააშულა მაშინვე, როგორც შენ შემთხვევაში? ალბათ იცოდა რომ უნდა წაეყვანათ, არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვი ახლა. მე და ნინა პირდაპირ დატოვებულები ვართ სამშობიარო სახლში. რომელში? მეხუთეში, თემქაზე. კი, ყველა გოგო თემქაზე ვართ დაბადებული. კაი რა. მეხუთე სამშობიაროში, კი. ეს გვაქვს ოფიციალური საბუთიც და ჩვენი ძმა მეოთხე სამშობიაროშია დაბადებული. რატო? აი რა, ხო გაგიჩნდა. კითხვა რატო? არ ვიცი. მეც მქონდა რაღაც მომენტში ეგ ფიქრები, რომ იქ ხო არ იყო რაიმე მოლაპარაკება. აი რატო იქ ყველა და ვალერი მაგალითად მეოთხე სამშობიაროში. შეიძლება შემთხვევითობაც იყოს, ახლა მე ვერაფერზე თავს ვერ დავტებ, რასაკვირველია. მაგრამ ესე სიღრმისეულად რო გავყვეთ, არის რაღაცა, ასე ვთქვათ, რაზეც შეიძლება რომ სამი გოგო დატოვა სამშობიაროში? 2. და მარინა? მარინას უკვე მარინა დაერქვა და იქიდანვე წაიყვანეს სამშობიაროდანვე. ხო, მარინა სამშობიაროში დატოვა, შენ სამშობიაროში დატოვა და ნინაც. ხო, მაგრამ აქ განსხვავება ის არის ჩვენს და მარინას შორის, რომ მარინას უკვე იქვე ჩაუწერეს თავისი სახელიც და გვარიც. ამყვანის. ანუ წინასწარი შეთანხმება იყო. მაგას ვიძახი, მანდ მივდივარ. და მშობიარობაშიც სვეტას უფიქსირდება, რომ მარინა გააჩინა. ხო. და მე და ნინა არ უფიქსირდებით. როგორც მშობიარობაში ვიძახი, იქ ხო არის, როცა ოფიციალურად ხდება აყვანა ბავშვის, უკვე დაფარულია ეს მასალა და ეს არის, რა ქვია, აღარ შეუძლია არავის ამის ნახვა. ამის ნახვა. და შესაბამისად იქ უკვე სვეტასის აღარ არის დაფიქსირებული, დატოვებული, მიტოვებული ბავშვია. თუმცა კიდევ ერთი გოგო გააჩინა მეხუთე სამშობიაროში, მაგრამ სახლში წაიყვანა. კი. და სახლიდან წაიყვანეს. და მისი ამყვანი მშობლები რას ამბობენ? აი, როდის მოხდა თქვათ მოლაპარაკება, შეთანხმება ვისთან ჰქონდათ, ვის ელაპარაკდნენ? შეთანხმება, აი, ვისთან ჰქონდათ, ამაზე ვერ პასუხობს იქიდან გამომდინარე, რომ მანანას, ესე იგი, გამზდელი დედის მამიდამ განახორციელა ეს ყველა პროცედურა აბსოლუტურად, რაც ეს იყო და შემდეგ წაიყვანეს მანანას დედმამა და გადასცეს ბავშვი. ანუ მათ არ იციან რეალურად. ისინი ჩართულები არ იყვნენ, უბრალოდ იცოდნენ ბავშვი ვინ, როგორ, რანაირად და უნდა წამოეყვანათ. და იცოდნენ, თქვათ რომ იმ მშობიარ და ელოდებოდნენ? თუ არ იცოდნენ? არა, ეს დეტალები არ ვიცი. ასაკშია ის ქალი და ბევრი პრობლემა აქვს და შესაბამისად აი რაც შევძელი და ინფორმაცია წამოვიღე ეს იყო. ეხლა რატომ ვერ ხერხდება დედის სანათესაოს და სამეგობროს მოძიება? ის ხო ცხოვრობდა თბილისში. კი, თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ეროვნებით ქართველი არ არის, ის არის რუსი და უკრაინელი. შესაბამისად ჩამოსული იყო საქართველოში დროებით თუ არა, აქ ცხოვრობდნენ, სვეტას დიდმამა აქ ცხოვრობდა, ხა
გადმოცემით ვერ ვიტყვი, არ ვიცი რა, რომ არ მოვიტყვი. ანუ ვერ პოულობთ უბრალოდ სანათესაოს. სანათესაოზე გავედი მე. ხო? დაუკავშირდი, ვიპოვე ეს კაცი მოსკოვში. ანუ საქართველოში არ ცხოვრობენ ამის თქმა. არავინ ხო, ამას საქართველოში ვამბობ, რატომ არ ცხოვრობენ? ანუ ის როგორ მოხდა ის ოჯახი? 90-იანებში როგორც ჩანს ბევრი წავიდა, როგორც სვეტას მამა წავიდა 90-იანებში რუსეთში და იქ გარდაიცვალა. აი ეს თვითონ სვეტას მამიდაშვილი კაცი ვინც არის, ხომ? ვისაც მე ვესაუბრე, ისიც 90-იანებში წავიდა რუსეთში. ხო. სვეტას მამასთან ერთად. ანუ ყველა წავიდა იმ პერიოდში, ვინც ეროვნებით ქართველი არ იყო რა. ძირითადად ეხლა არ ვიძახი მე აბსოლუტურად ყველაზე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე იყო და მამის მხარეც ეხლა რეალურად რაც დნმ-ის ტესტით მოვიძიე ნათესაობა, არავინ საქართველოში არ ცხოვრობს. ხო. საერთოდ. და ახლონაცავები არ ამოდის. ახლო ნათესავები არა, ამოდის მესამე თაობა, მეოთხე თაობა. ვისთანაც, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, დღესაც ვაგრძელებ. უბრალოდ ხდება ისე, რომ აი ბოლო გადაკვეთის წერტილი რაც არის, აი ვერ ვაკავშირებთ. ვერ გადავეკვეთეთ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი ჩემი წინაპარი. ხო. შესაბამისად არ ვიცი იმათი გვარი, არ ვიცი წარმომავლობა. ხო. და აი ვერ ვახერხებთ, აი ვცდილობ ერთი ნათესავის მაგალითად, რა ვიცი, რამდენი ნათესავის გენეალოგიური ხე გავაკეთე, ვერ გეტყვი. ძალიან ბევრს გავუკეთე. რამდენი იფრინე, რამდენი გატესტე და მაინც ბევრი გავტესტე. სხვა ქვეყანაშიც წავედი, გავტესტე ხალხი. მაგრამ ჯერ შედეგამდე ვერ მივედი. მეზობლებთან თუ გქონდა კომუნიკაცია ლიბანის ქუჩაზე? კი. და რას ამბობენ ისე? მინდა გითხრა რომ ბავშვები თუ ყავდა საერთოდ არ იცოდნენ. რას ლაპარაკო? კი. ანუ რანაირად ანუ ორსულო ისე დადიოდა რომ საერთოდ არ ეტყობოდა მუცელი. კაი რა. და ბავშვი რო ყავდა 4 თვე სახლში? არავინ არ იცოდა. აი როგორ მეზობელზე გეილაპარაკები ახლა იცი რომ აი კარის მეზობელზე. ვალერის არსებობა ხო იცოდნენ? კი, რა თქმა უნდა, კი, ყველა მიცოდა. კი. ეგ იცოდა და ანუ როგორ მეზობელზე გეილაპარაკები იცი რომ აი აბსოლუტურად დღის განრიგი რო იცის მისი და რომელ წელს რა მოხდა. და სანამ მე ჩემი ფოტო არ ვანახე, რომ დაურეკე და რა, საიდან მოიტანე, ვინ ხარ, რა ხარ? გაოგნებული ველაპარაკებოდა და სანამ არ ვანახე ჩემი ფოტო, ვინ ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან რთულია ესე ტელეფონზე დაურეკო ვიღაცას გამარჯობათ, თუ შეიძლება გამოკითხვა დაუწყო რაღაცების, მაინც ასეა თუ ისე არ მოყვებიან. და ჩემი სურათი რო ვანახე, იმდენად მიმამსგავსა. რომ კიო მჯერაო, რომ ნამდვილად სვეტას შვილი ხარო შენო და მერე უკვე გაიხსნა, მიყვებოდა, ყველაფერს, რაც კი შეიძლება მოყვე. ხოლოდ ბავშვების შესახებ არ ქონდა ინფორმაცია. ძალიან უცნაური ამბავია. კი, მაგრამ იცი რა, ეხლა რატო არ მიგვირს? ხშირება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ მე იცი რატო არ მიგვირს, რომ როდესაც ჩემზე იყო ორსულად, ჩემი გამჩენი, ის ხომ ჩამოვიდა თბილისში და აქ ცხოვრობდა ახლობელთან. იმ ქალბატონს ვესაუბრე მე და ის იყო ისეთ შოკში. და მეუბნებოდა, რომ ჩემს სახლში ცხოვრობდაო. აი, კი. ბოლო წუთამდე ჩემთან იყო, სანამ სამშობლო წაიყვანებდნენო და არ ვიცოდიო რომ ორსულად იყო, ვერ წარმოვიდგენდი. აი, ზუსტად მაგას გეუბნები მეც. ანუ გარდა იმისა, რომ ამ მეზობელს ვესაუბრე, სხვა მეზობელიც შეგვხვდა იქ, ადგილზე ვიყავი მისული და ეს ინტერესი არის, გინდა, არ გინდა. თავისთავად. არის ეს ინტერესი, აი როგორი იყო, პირველი კითხვა ეს იყო, აი როგორი იყო. როგორ გამოიყურებოდა ვიზუალურად, მაშინ არ მქონდა სურათი. თან პატარა იყო რომ გარდაიცვალა 31 წლის, ხო? 31 წლის იყო რომ გარდაიცვალა და
რაღაცა ტრაგედია მოხდა, ხო, სახლის წინ, ხო? ზუსტად არ ვიცი, სად მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ გადმოცემით ესეც, რომ მანქანამ დაარტყა. ხო. ეს ვიცი გადმოცემით მეზობლებიდან ისიც. და აი ეს ქალბატონი მეუბნებოდა, რომ იცი რა, ნამდვილად არ ვიციო, რომ სხვა შვილები ყოლოდაო ამას, იმიტომ რომ აქ ვხედავდიო და საერთოდ არასდროს მუცელი არ ეტყობოდაო და ხო უნდა ქონოდა მუცელიო. რა ვიცი, მე პირველი ბეთოში სამივე ბავშვი ისეთი მუცელი მეტო, რომ გეგონება 5 თვის ორსული ვიყავი და რა გორმალავს ეს ხალხი 9 თვე. არ ვიცი, არ ვიცი. არ ეტყობოდა. ხო, 10 წლის განმავლობაში ფაქტია, რომ ერთ მამაკაცთან ქონდა ეს სასიყვარულო ურთიერთობა. არავინ არ იცის. და იცი რა არის, ერთს დავამატებ. ძალიან ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ თავარია ეს ყველაფერი, რომ ჩემი და ნინა, რომელიც არის ნინას შესახებ ნინას წამოყვანა რომ უნდათ უკვე იქ ოფიციალურად უნდა მოხდეს იქ უარის თქმა და ასე შემდეგ. და რომ მივიდნენ ნინას წამოსაყვანად იქ გააჟღერა სვეტამ ესეთი რაღაცა, არ უნდოდა სვეტა უარზე იყო, ეს არ ვიცი ვიღაცისგან, ეს ვიცი აი მართლა პირველი პირისგან ასე ვთქვათ, რომ მოლაპარაკებებზე გამოდიოდა სვეტას დედა და ბოლოს გამოსულა სვეტა და უთქვამს, რომ ერთი იცოდეთო, რომ ეს ბავშვი, ვისგანაც გავაჩინე, ეს ბავშვები, იმიტომ რომ ბიჭიც ყავდა, უკვე საყვარელი ადამიანისგან გავაჩინე. ესე იგი, უყვარდათ ერთმანეთი. ხო. და არისო, ეს დააფიქსირა და არ უნდოდა ნინაზე უარის თქმა. ნინა ხო მეორე იყო? მეორეა ნინა, კი. ანუ პირველი ბავშვი ვინც გააშვილა. ხო, არ უნდოდა ფაქტი იყო ნინაზე უარის თქმა. თუმცა ესეთი ვერსიაც არის, რომ არც იმ ბებიას, არც იმ პირველი ბავშვის წამოყვანა არ უნდოდა სამშობიაროდან. ეს უკვე მეზობლისგან ვიცი. და როგორ მოხდა წამოყვანა? და აქ უკვე ჩაერთო მამინაცვალი. ვიტყვი რა. შეიძლება? რა? თქვა, ის შემიეჭვი? ეს ხო, შენი ეჭვია, თუმცა მაგეჭვზე მეც მქონდა ეგ ეჭვი, მაგრამ მაგეჭვზე ვერ გავედი. ხვდები რა ეჭვი მაქვს? მგონია რომ მამინაცვალია მამა ბავშვების. ხო. ეს შენი ეჭვია. ესე მგონია მე. ხო, მაგრამ აი სვეტლანას დედა რომ გათხოვდა მეორედ და რომ გაყვა მამაკაც, მგონია რომ ის მამაკაცი უყვარდა სვეტლას. და იმ კაცსაც უყვარდა და 10 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია. ჯერ ერთი ამ კაცმა, ცოტა ხა ეს გავშალოთ ეს თემა. შეიძლება არ არის მართალი, ან უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ იმდენი ისტორია მაქვს უკვე მოსმენილი, რომ აი არაფერი აღარ მეკვეს. აი ამ კაცმა რატომ უნდა იაქტიუროს მამინაცვალმა, რომ პირველი შვილი ბიჭი არ დატოვოს სამშვილოს და წამოიყვანოს სახლში. რატომ უნდა იყოს აი ესე გადაადებული და ასე ვთქვათ თავის გერზე აი ესე ჩაფიჩინებული ასე ვთქვათ. და რანაირად შეიძლება რომ ქალს კონდეს 10 წლის განმავლობაში ერთ კაცთან ურთიერთობა, კაცი არ ჭაჭანებდეს საერთოდ, არც სამსახურში, არც სამეზობლოში, არავის არ ყავს ნანახი. არავინ არ იცის ის კაცი ვინ არის. მაგრამ მოსულად არის. ხო, მაგრამ არგუმენტიც მაქვს. აბა გისმენ? სვეტა იყო გათხოვილი. ხო. მისი ქმარი იყო სუხაპაროვი. ხო. გვარად, უბრალოდ ვერ გავედი ვერანაირ კონტაქტზე, როგორც ვიცი, ესენი ამათმაც ესენის წავიდნენ. რა ხდება? დედას ყავდა ეს ერთი შვილი, ბიჭი და ესენიც, 90-იანებში არაქართველი. ნახოთ სხვა სუხაპაროები თუ ცხოვრობენ საქართველოში, მათ დაუკავშირეთ ძალიან ხოთ. ვეძებს წარიგინებს, ვეძებს სუხაპაროვებს. სვეტას მამინაცვალი რაგვარი იყო? მაინც
არსად არ ფიქსირდება ეგ გვარი. არც დაფიქსირდება. როგორ ნათესავებში ერთი გვარი არ უნდა ან ეხა ძალიან არ მინდა კიდე უფრო რომ ჩავხართო, მაგრამ მგონია რომ მან ვიღაცა აყვანილია, მამინაცვალის მხარეს ვიღაცა აყვანილია და მაგიტო ვერ გადიხარ შენ კვალზე, რომ სადღაც გიწყდება ის რგოლი. ერთი რაც ვიცი, თვითონ ამ კაცს, ეს კაცი ვისთანაც მეგობრობდა, ხო? ამათთან მაგ დღესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ ოჯახთან. და თან ვალერის ნათლიაა. არა, სულ სხვაგან მიდიხარ. და რატო ეხა მე გეტყვი? აბა, ანუ ამ ნათლიამ ძალიან ისე გვითხრა ცალსახად, რომ მას თვითონ აქვს ნათქვამი, რომ არ უჩნდებოდა შვილი. ოღონდ ეს წლების წინ, სანამ ვალერი გაჩნდებოდა, სანამ ჩვენ გავჩნდებოდით, რამ ბევრი ცოლი ყავდა, მინდა კითხრა. და არავისთან შვილი არ ყოლია და თვითონ ამ კაცს ჰქონდა ეს გაშღერებული, რომ ნუ არ უჩნდებოდა შვილი და რაღაც შვილი არ ყავდა. ამიტომ დაიტოვა ჩემი ძმა. დაიტოვა თვითონ ესე, ხო, ნუ ესე გამოვიდა რა. თავის დამსახურება იყო, რომ არის ამაშიც ლოგიკა. ნუ ძალიან აი შენ ისტორიას ნათელი რომ მოეფინება. მე მგონია რომ ფეხს-ფეხზე გადავიდეთ მე და შენ და დავისვენებთ 10 წელი არაფერს არ გავაკეთებთ. მართლა. როგორ მინდა იცი? აი უკვე ვატყობ, რომ რეალურად აი ხო მომიყევი ეს შეგრძნებები. აი ხო, აი როგორია გუშინ წინ კი მეუბნებოდი რომ აი ეხლა უკვე გაჩერებული ვარ. აი ეს როგორია, რომ აი ამდენი ხანი იბძვი და ამდენი წელია ჩართული ხარ და უცებ დააპაუზე ყველაფერი რა. კი, დააპაუზე. რატო? იმდენად უკვე შინაგანად გამოვიფიდე. აი ამ ყველაფრის მოძიებით, ხაზვით, შეერთებით, კონტაქტებით, რომ აი ძალა არ მაქვს იმისი, რომ გავაგრძელო. თუმცა მქონია ადრეც ეს აი ბიოლოგიური დედის შემთხვევაშიც მქონია ეს მომენტი და ცოტა ხანი მაშკო, მაგრამ მე ისევ დავიწყე, გავაგრძელე და მივედი ბოლომდე და აგერ შედეგი გვაქვს. აი აქ იმდენად გამიჭირდა. რა გაგიჭირდა? რა არის ყველაზე რთული ამ დროს? ყველაზე რთული ის არის, რომ ყველაფერს აკეთებ, ყველაფერს ეძებ, ყველა დნმ გაკეთებული გაქვს და ჩასაჭიც ვერ პოულობ. ძალიან რთულია ეს ყველაფერი და უკვე მე შინაგანად მქონია ის ვარიანტიც, რომ რამოდენიმე იყო სათუო, ასე ვთქვათ, მამა იყო თუ არ იყო ეს ადამიანი. და აი რო გონია რომ მიხვედი, სურათ შეხედავ აშკარად ამგვანებ შენ თავს. და რეალურად გავხარ თუ უბრალოდ ეს იმდენად გინდა? არა, მართლა ვგავართ, აი რაღაცნაირად მართლა ვგავართ და ყველა თან. მაგრამ ამ კაც რუსეთში გაუკეთეთ ტესტი. ხო. და ის ტესტი ჩამოვიტანით და გავაგზავნეთ. და არ აღმოჩნდა. არ აღმოჩნდა. ხო, აი ეგ უკვე აი მანდ უკვე ხელებს უშვებ რა, რომ აი მიდიხარ გონია რომ აი დაასრულე და გახვედი უკვე. დანებდი თუ რა გჭირს? შეიძლება დავნებდი კიდევაც არ მჯერა. არ წარმოვიდგენელი ხე ჩემთვის. ნუ ალბათ ოღონდ საინტერესო იცი რა არის. იკრებავ თავიდან რომ. ხო, საინტერესო ის არის რომ აი რაღაც პერიოდში რომ ვიღლები და შევჩერდები. აუცილებლად რაღაცა ხდება ის. ზუსტად. რომ უნდა გააგრძელო. ხო, ნიშანია. ნიშანი, აი ეს არ მტოვებს არასოდეს. ხო, აი მეც ხოს მაგას ყვებოდი, რომ აი როგორც კი ხავს ჩავიქნევდი ცოტა ხანი გვერდზე გადავდებდი ამ სანათესაოს გენეოლოგიების დახატვებს და ამ ალბომს გადავდებდი იქით დავჯდებოდი. ან ვიღაცა და რეკავდა და რაღაც ახალ ინფორმაციას მომწონდა, ან ტესტში ვიღაცა მეათე თაობა აღმოჩნდებოდა და აი ვიწყებდი ახლიდან. ხო. ამ ყველაფერს. ხო. ოღონდ აი ამ ნათესავებს ხო გაუკეთე გენეალოგიური
თვითონ რო არის ოდრენ ისეთ ნათესავები აყოლინე. იცი რა არის, რეალურად ისევ თავიანთი ნათესავებიდან მოვიციე ეს ინფორმაცია. იმდენი გადაკვეთა, აი, ნახე, თვითონ მაგალითად მყავს ერთი ნათესავი, კაცი, რომელმაც ყველაფერი იცოდა თავის საგვარეულო შტოზე და ეს დამახაზინა და გავაკეთეთ. ამ ხეში აღმოჩნდა ეს MyHeritage-ის ნათესავი, ასე ვთქვათ, ტესტის. მაგრამ მე ხო 23-იანთ მიც გაკეთებული. ყველა ტესტი გაკეთებული გაქვს, რაც კი არსებობს საერთოდ დედამიწის ზურგზე. შესავი. და იქ რო ნათესავები მყავს. ხო. ის აღმოჩნდა ამის ნათესავები. ანუ დედის ხაზი. ბიძაშვილის შვილია. ხო. ამ კაცთან ისიც უკვე ცალსახად ჩამოყალიბდით, რომ ამ კაცის დედის მხარეა. მოკლედ, ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა, ბევრი ნათესავები ამუყარეთ, ფაქტი გავდივართ იქამდე, რომ ჩვენი ბიოლოგიური მამის დედის ხაზი და ამ ნათესავების დედის ხაზი იკვეთება, რომელიც გვარი არ ვიცით დედის, იმიტომ რომ ადრე როცა თხოვდებოდნენ, გადადიოდნენ ქმრის გვარზე. და ეს დედის გვარი იკარგებოდა, ასე ვთქვათ. ხო. ანუ თვითონ ამათაც რო კითხო, ანუ აი მაგალითად დიდი ბებია რა გვარი იყო, არც ამათმა არ იციან, მთელი სამთესავს გვარები იციან და აი ბებიის გვარი აღარ იციან. და ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ ის ნათესავები? არავინ არ ცხოვრობდა საქართველოში. და აბა? ან მე მაინც მივდივარ იქ, რომ ეს ადამიანი ჩამოდიოდა და მიდიოდა. ესე გონია შენ? კი, იმიტომ რომ ანუ რეალურად ეს ყველა ნათესავი თავის სანათესავში მოკითხვით, გაკითხვით, რომ ვინ, როგორ, საქართველოში თუ ვინმე ნათესავი ყავდათ, ხო სადღაც რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო არა? ხო. მე მესმის რომ ეს ვიტყვი ამასაც, რომ ბიოლოგიური მამაც არ არის ქართველი. რაღაცა ქართული სისხლი ძალიან ცოტა რაოდენობით ურევია, მაგრამ არ არის ქართველი არც ეს. შესაბამისად, აქ ნათესავები არავინ არ ყავს. არც დედის მხარეს ყავს ანათესავ საქართველოში? საკმაოდ ასაკოვანი იყო ეს კაცი. ვინ? ეხა წავედი შენეჭუსე. მაგრამ იმიტომ მასკენი. კავალოვი. ვერ გააჩენდა. არა, სურათი. რატო ვერ გააჩენდა? რამდენი წლის იყო? არა, ასაკოვანი. ასაკოვანი რამდენია? გეტყვი ახლავე. 27-ში იყო დაბადებული. ხო, დიდია, მაგრამ იქნებ არა, მართლა გეუბნები, ანუ მე გარდაცვალების მოწმობა მაქვს მაგ კაცის, ეხა ეს კი არ მომიგონია ეს. ხო. ამიტომ ამ კაცს ვაგდებთ რა. რომელიც ვერ გავტესტეთ, ვერ მოვასწარეთ. რო ვიპოვეთ, მალევე გარდაიცვალა. მაგრამ ყავს შვილები. 3 გოგო ყავს. გოგოების ფოტოები დანახი გავს რომელიმე? ანუ არის შანსი, რომ ერთ-ერთი მეზობელი იყოს მამა. მაგ დროს ყავდა ცოლი ამ კაცს? ზუსტად ეკვეთება. კაი რა, ხო. ანუ რეალურად ჩემი ეჭვიც ხომ ეს არის. რომ ცოლიანი კაცისგან. რომ ის კაცი იყო დაოჯახებული. ხო. მაგრამ ცოტა უყვარდა. ახლოს არის მაგ ვერსიასთან. და ზუსტად ეკვეთება აი ეს ამ გოგოების დაბადებაც ჩვენთან აი ნუ ჩვენ ახლა რამდენი არ უნდა ვიმშელოთ და რა ის არ უნდა გაგვიჩნდეს ვერ გავალთ ლოგიკით ვერ მივიღოთ მაგამ. ისეთი ლოგიკით გავსულ ვარ და ისე დანამდვილებით ვიცოდი 99%. რომ ის კონკრეტული ადამიანი იყო. ხო. აი ეს არის მამა. გავარ, ყველაფერი ემთხვევა. საქართველოში ცხოვრობდა და ასე შემდეგ. და არა. და ის გავტესტე და ნუ არ იყო. და ამიტომ ძალიან
მეცინება ხოლმე ასე ვთქვათ სურათებს როდებენ და აი ჩემი შვილია, იმიტომ რომ ძალიან გავს. რომ ხო, მეც ხომ მქონდა ეგეთ შემთხვევაში. ქალბატონი რომ ნახეთ თუ გახსოვს ანუ. კი მახსოვს. ესეთი მსგავსება მართლა იმ ხალს რომ გავდი ესე აი მართლა არ ვიცი. ხო და ამიტომ ვერ ვიმსჯელებთ. მსგავსებით ნუ იმსჯელებთ. ვერ ვიმსჯელებთ. მოდი ახლა პოდკასტის ბოლოს მითხარი როგორი იყო ეს დაწყება ბიოლოგიური ოჯახის სიების და ღირდა თუ არა ამდენ დროდ, ამდენ ნერვად, ამდენ შრომად, ამდენ უძილო ღამეთ ეს ყველაფერი. იცი რა, ადვილი იყო თქო ვერ ვიტყვი ნამდვილად. ეს იმხელა შრომას მოითხოვს, იმხელა ნერვებს და არ ვიცი, მართლა საგამოძიებო ოთახად მქონდა. ფინანსურ რესურსაც. რა საკვირვალია იმდენი საბუთები, მე გამიმართლა. რომ მე ვიყავი ოფიციალურად აყვანილი, დარეგისტრირებული და ასე შემდეგ და შემეძლო წვდომა ყველა ჩემი წვდომა შენ იმიტომ შეგეძლო თან რომ შენი ძმა იყო შვილი, მისი ოფიციალური, რომელიც არ იყო გაშვილებული, მან მოგცა შენ მინდობილობა და შესაბამისად შენ გქონდა უფლება რომ გამოგეთხოვა საბუთი. ხო, თუმცა ჩემ პირად საბუთებზე ხო. დედაჩემმა მომცა თანხმობა, რომ მე შემეძლო გამეგო ჩემს შესახებ, ჩემი დაბადების შესახებ და ყველაფერი რაც დღეს ახლა ისინი აღარ არის საჭირო, ანუ თუ აინტერესებს სად დაიბადა, რა გვარი იყო, რა ერქვა და როდის დაიბადა, პირდაპირ შეუძლია რომ პირადობის მოწმობის საფუძველზე მოითხოვოს ადამიანმა. ძალიან კარგია, ტრაფიკინგის აგენტოდან, ხო? რომ მე ბევრი ვიწვალე. ხო. ბევრი ვიწვალე, არ ვიცი, ყველანაირად მივდიოდი, უმტკიცებდი თუნდაც ის რომ ვთხოვდი, მაშინ არ ვიცოდი ვალერის შესახებ არაფერი, ხო? და ვთხოვდი გეხოცებით ის მაინც მითხარით, როდის გარდაიცვალა ეს ქალბატონი, ვინც გამაჩინა. ხო. რომ რაღაცა ხელჩასაჭედი მქონოდა. და მაგასაც არ მეუბნებოდნენ, უბრალოდ გამიმართლა, მე 30 წელი იყო გასული. სიკვდილიდან გავიდა 30 წელი და უკვე შევძელი აღარ იყო დახურული ეს ინფორმაცია. ძალიან დიდი რესურსი წაიღო ამ ყველაფერმა. მაგრამ რა თქმა უნდა ღირდა. კი? კი, ღირდა იმათ რომ შენ იცოდე ვინ ხარ შენ. ისე არ იცოდი ვინ ხარ. იცი რა, შეიძლება შენი შინაგანი სამყარომ იცოდეს ვინ ხარ. მაგრამ ესე ვერ აღიქვავდე. ანუ ის სინამდვილეში ის არ ხარ, ვინც ხარ, ვინც იყავი, სანამ გაიგებდი რომ აყვანილი იყავი. კი, რა თქმა უნდა, ის ვარ, მაგრამ მე ხო არ ვიცოდი ჩემი წარმომავლობის შესახებ, ვინ ვიყავი გენეტიკით და ანუ ბევრი რაღაცა, რაც კითხვას ბადებს, რატო, როგორ, რანაირად თუმცა ეს ყველაფერი მე უკვე უნიშნელო ხდება, მე მგონი და მაინც მე მივდივარ იქამდე, რომ აი ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ორივეს გაგვიმართლა, ჩვენ მშობლებში. ნამდვილად. აი ძალიან გაგვიმართლა და მადლობელი ვარ, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, რომ ის მომცეს, რაც მომცეს და ვინც ვარ დღეს. ბიოლოგიური ოჯახის სიება ამყვარი მშობლების ღალატს ნიშნავს? სადღაც მქონდა ეგ და მღრღნიდა ყოველ, აი სანამ დედა ცოცხალი იყო, იმდენად რაღაცნაირად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ ვეძებდი, თუმცა უხსნიდი ჩემ დედას, რომ შენ არ იფიქრო, რომ მე რაღაც უბრალოდ უნდა ვიცოდე, შვილები მეზდება და ასე შემდეგ, რაც მართლა ყველას გვაინტერესებს და თუნდაც ჩემი დების ამბავი, რომ ავიღოთ მანანას და მარინასი ხომ, აი როგორ თავისუფლად შეიძლება სისხლი გადაიკვეთოს. სრულიად ტოლები ყავთ ფაქტიურად და ის ძალიან თავისუფლად შეიძლება და გოგო ბიჭი გადაკვეთილიყო ერთმანეთთან. აი ზუსტად ეს რო ავირიდოთ თავიდან, უნდა ვიცოდეთ, არა მარტო მაგიტომ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი წარმომავლობა. უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ რა. ბიოლოგიური დედმამიშვილების პოვნამ თან ამდენის ერთად რა შეცვალა შენ ცხოვრებაში?
ბევრი რამ. აღარ ვარ მარტო და ძალიან ბევრი ხართ თქო ვეჩხუბები. ეს არა, ბედნიერება არა საკვირველია. ბედნიერება თუმცა ჩემთვის ადვილი არ იყო ამ ყველაფრის მიღება. რატო? მთელი ცხოვრება ახლა 35 წლის ასაკამდე რო იზრდები მარტო და იცი რომ მარტო ხარ და უცებ ამდენი შენი სისხლი და ხორცი აი ეს გაიასრო. ცოტა რთულია. თუმცა იმათმა ბევრად მარტივად მიმიღეს. რატო? ნუ არ ვიცი, იმათ ჰქონდათ ეს შეგრძნება, რომ აი სადღაც ყავდათ და შენ არ სადღაც ქონია? არა, არა. მე არა, მე ყოველთვის განცდა მქონდა, რომ ვიყავი მარტო. არა, საინტერესოა. ხო. და ძმა როგორ შეხვდა ამ ყველაფერს? ბიჭები ხო უფრო მძიმედ აღიქვამენ და უფრო უჭირთ. რეალურად ძმა მიცოდა, ხო? ხო, და როგორ შეხვდა ამ დაბრუნებას? ხა, მაგრამ იცოდა კიდე ეს სხვა შეგრძნება რომ მთელი ცხოვრება რო ელოდა. არა, ფაქტია, რომ ბედნიერი იყო ძალიან და გახარებული იყო, რომ ჩვენ გამოვჩდით მის ცხოვრებაში. დაბრუნდით. დავბრუნდით. ხო. კი. რეალურად მართლა მასია დავბრუნდით მის ცხოვრებაში. არის ეს უფროსი ძმის პოზიცია? უჭირა? ჩემთან ვერა. ჩემთან მაგას ვერ ახერხებს. შენი ძმა ჩამოსული იყო რამდენჯერმე არ ცხოვრობს კი, საქართველოს ბევრჯერ. სამწუხაროდ. ბევრჯერ ეხლაც ახალ წელს, პირველად ქონდა ეხლა ახალ წელს ის შემთხვევა, რომ 5 დედმამიშვილი ერთად შევხვდით ახალ წელს. კი. კაი რა. პირველად იყო ეს, იმიტომ რომ ვერ ხერხდებოდა ყველას გაერთიანება. ერთდროულად, იმიტომ რომ ძმა სხვა ქვეყანაშია, ორი და სხვა ქვეყანაშია. შენ და ნინა? მე და ნინა აქ ვართ და ნუ ვერ ხერხდებოდა. და წელს მოხდა პირველად. ძალიან კაი. ძალიან. კი, მაგარი შეგრძნება თავის შვილებით ამბებით. ყველა ერთად. კი. უნდა უთხრას თუ არა, როგორ შენ გითხრეს? როგორ შენ გითხრა დედამ, რომ იყავა ყვანილი, უნდა უთხრა თუ არა შვილებს. ხო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ხომ მე მეზობელმა ხო, მაგრამ დედამ ხო დაგიდასტურა და მოგიყვარაც იცოდა, იცი ხო, რომ დი კი, შემთხვევაა, კი, რომ ეს უარყოფენ და მალავე. ხო, კი, იცი რა არის, ძალიან რთულია ეგ თემა. ძალიან რთული გადასაწყვეტია. ხა დედაჩემის მეგობრისგან ვიცი, რომ თურმე დედაჩემს გაუგია ის ამბავი, რომ მე ვიღაცამ რაღაცა მითხრა. მე ხო აქამდე ეს არ ვიცოდი. და ანუ გამოვიდა ისე, რომ ორივე ჩუმად ვიყავით, მეც და დედაჩემიც. მთელი ამ წლების განმავლობაში. და უკითხავს თავის მეგობრისთვის, როგორ მოვიქცე? თამოს უთხრა, თუ არ უთხრა? არ ვიციო, როგორ მოვიქცეო? რა რეაქცია ექნებაო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა ამ ყველაფრისთვის, რომ სწორი დრო როდის არის? იცი, არც ძალიან პატარა ასაკში, არც გარდატეხის ასაკში. აი, მაგალითად, თავიდან ახლა რო ბევრი მსმენია, რომ აი 3 წლის, 4 წლის უნდა შეაჩვიო ყველაფერს. ვფიქრობ, რომ აი 3 წელი ადრეა? კი. ხო. 3 წელი ადრე მგონია ნამდვილად. აი სკოლის ასაკში უკვე შეიძლება რაღაცა დონეზე მიწოდება ინფორმაციის. უნდა იცოდეს, მაინც ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეს. აი ამ ხელა ასაკში, როგორც ჩემმა დამგაიგო. მეც. და ხო, შენც, ნუ კაი, მე მაგალითად 14 წლიდან ვიცი ეს ჩემი ისტორია. და აი 14 წლის გავიგე და მაშინაც რთული იყო. ხო. არ იყო მარტივი ეს ყველაფერი. უბრალოდ მე არ ვიცი მაშინ რა მოხდა და ჩემში როგორი თავდაცვითი მეთოდი ჩაირთო, რომ ეს ყველაფერი ისე მიმეღო, როგორც მივიღე. არ ვიცი, ეს რაღაცა სასწაული იყო, იმიტომ რომ მსმენია სხვების რეაქციის შესახებ და როგორ მძიმედ გადააქვთ ეს ყველაფერი. და ძალიან ისეთი ის არის რა.
აი ეს არის ზუსტად რომ ზუსტად გამზრდელ მშობელს რომ ეშინია არ დაკარგოს თავისი შვილი აი მანდარი ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ ამის გამო ვერ ეუბნებიან ხო და უკვე აი წელავთ დროს მე და უკვე უკვე გვიანია წყვიტავთ რომ მოდი საერთოდ არ იცოდეს ჯობია მაინც იგებენ მე ეს ბავშვები აუ ყველა ვარიანტში იგებენ ყველა ვარიანტში დღესდღეობით შენი დამსახურებით იმხელა რაღაცებზე გავედით და იმხელა ინფორმაცია მივიღეთ რომ სადღაც ყველა ოჯახში თითქმის ან ყველა მეორე ოჯახში არის ან აყვანილი ან გაშვილებული ან მოპარული კი ხო რაც არის ამ პატარა ქვეყნისთვის მე არ ვიცი კატასტროფა მართლა კატასტროფა და ნუ უნდა იცოდეს, მაგრამ ეს ძალიან სწორად უნდა იყოს. სწორ დროს და კარგი იქნება ჩართულობაც ფსიქოლოგის, რა თქმა უნდა. და იცი რომ ამ მიმართულებით ფსიქოლოგი არ ყავს? ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია აი ყველაფერი რო არ ყავს. ძალიან მნიშვნელოვანია. ცხელი ხაზი ცოტა ისეთი ის არის რაც არა ნუ ხო არის ცხელი ხაზი რომ დარეკავ და იკითხავ რომ აი გავიგე რომ აყვანილი ვარ როგორ უნდა მოვიქცე სად მივდივარ რასაბუთი უნდა მოვიწყო არ არსებობს ჩვენ ვართ ცხელი ხაზი ჩვენ ვართ ფსიქოლოგი ჩვენ ვართ სიურისი ყველაფერი ჩვენ ვართ და ძალიან კარი აი ხა ფსიქოლოგები ხო რეალურად ის ყველა მიმართულებით ყავს საქართველოში ამ მიმართულებით ფსიქოლოგი რომელთანაც მიხვდა კონკრეტულად აი ამ თემაზე ისაუბრებ აი ეს ეს უნდა იყოს აუცილებლად იმიტომ რომ ეს ადვილი შეიძლება იცი რა არის სხვისი გადმა ეს მე და შენ ვიცით რომ ადვილი არ არის ხო თუმცა შეიძლება ესე არ გვეტყობა ხო რა თქმა უნდა ამას რა უჭირს და შინაგანად ჩვენ ვიცით ეს რამხელა რაღაცა და ამის მიღება ადვილი რომ კი ესე გავიგე უი და ხო იცი აყვანილი ყოფილვარ ეს ერთია თქვი მაგრამ ეს რომ მიიღო ეს ყველაფერი კიდე სხვა რაღაცა რაც ძალიან რთულია და მძიმეა და ზუსტად მაგას ვეჯახებით რომ ყველა ვერ იღებს ამ ყველაფერს ამიტომაც უნდა იქნეს მიწოდებული სწორად მოდი პოდკასტის ბოლოს ვეძებთ ლიბანის ქუჩაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს თან უნდა კი იყო ყველასთან მაგრამ იქნებ რომელიღაც მეზობელი გამორჩა რომელმაც იცის სვეტლანა სტარიგინას ისტორია რომელმაც იცის შეიძლება დაახლოებით იცოდეს ვინ შეიძლება იყოს მამა რომელიც აგრეთვე არ არის ქართველი ძალიან ვთხოვთ არ გვიკავშირდით პრინციპში აღარ ვიტყვი რომ ანონიმურობა გარანტირებულია თქვენ რომ აღარავინ აღარ არის ცოცხალი და აღარავინ აღარ ცხოვრობს იქ და შეგიძლიათ პირდაპირ საჯაროდ კომენტარი საგვიწეროთ ამ საკითხზე მაგრამ თუ მაინც რამეს ერიდებით ძალიან გთხოვთ პირად შეტყობინებაში მაინც მოგწერეთ რომ იქნებ მამის კვალზე გავიდეთ და ვიპოვოთ აქვე ბოლოს ნოემისგან შენ ეს საჭიროდ უნდა გადმოგცე საყურეები რომელსაც ეს მე ძალიან დიდი მადლობა შენ ნახე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მარიამ სამარაჩვეულებრივი საჩუქრებისთვის და ყველა ჩვენს სტუმარს კიდევ ვაჩვენოთ კი ბატონო ჩვენს სტუმარს ანებივრებს ნახე როგორი ორი ცალი ვაჩუქეთ ათავა ვერ ამოვარჯიე რომ მეჯობდა და ორივე რადგან ორივე მომეწონა თან მე ხო ვიცნობ ახლა ამდენი ხანია და ვიცი რაც მომეწონება ძალიან და ის გაკეთებული უფრო ლამაზი მადლობა შენ სტუმრობისთვის თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის ველოდებით თქვენ შეტყობინებას მადლობა შენ მადლობა დროებით